წარმოიდგინეთ, რომ ხართ ერთ-ერთი 12 გამომძიებლიდან, რომელსაც ნება მიეცა შეესვლა ბერიას სახლში მცირე ნიკიტსკაიაზე 1953 წლის 27 ივნისს. თქვენ იცით, რომ ამ კაცმა იცოდა ყველა საიდუმლო საბჭოთა კავშირში, მაგრამ არაფერი გამზადებთ იმისთვის, რასაც იხილავთ საძინებელში. ქალის საცვლები, ასობით ფოტოსურათი, პორნოგრაფიული მასალები, ჩანაწერები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს. ოთახები, რომლებიც არ არის არც ერთ ოფიციალურ გეგმაზე. საიდუმლო გასასვლელები, რომლებიც მიდიან უცნობ მიმართულებებში. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის, რასაც პოულობთ ფარული სეიფის უკან, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ისეთ ფაქტებს, რომლებიც შეცვლიან ყველაფერს, რასაც ფიქრობდით ბერიას შესახებ. ვინ იყვნენ ქალები ამ ფოტოებზე? რატომ ინახავდა ბერია ასეთ საშიში მტკიცებულებებს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ გაანადგურეს გამომძიებლებმა ნახევარი იმისა, რასაც იპოვეს? სანამ საქმე ოფიციალურ ოკში აღირიცხებოდა, როდესაც ლავრენტი ბერია დააპატიმრეს 1953 წლის 27 ივნისს მოსკოვის ცენტრში, მცირე ნიკიტსკაიას ქუჩაზე მდებარე მისი სახლი დაუყოვნებლივ გარშემორტყმეს სპეციალური ჯგუფის თანამშრომლებმა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხრეკა. ეს იყო ოპერაცია, რომელიც დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე, მალენკოვის, ხრუშჩოვის და ჟუკოვის პირადი კონტროლით. მათ იცოდნენ, რომ ბერიას სახლში უნდა ყოფილიყო მტკიცებულებები, რომლებიც შეეძლოთ გამოეყენებინათ მის წინააღმდეგ, მაგრამ არავინ წარმოიდგენდა, თუ რა მასშტაბის საიდუმლოებები ელოდათ. გამომძიებლებს, რომლებიც შევიდნენ სახლში, ბრძანება ჰქონდათ, ყველაფრის დაფიქსირება, ყველა დოკუმენტის ამოღება, ყველა ნივთის აღწერა. მაგრამ უკვე პირველ საათებში გახდა ცხადი, რომ ეს საქმე იქნებოდა გაცილებით რთული, ვიდრე ვინმე ელოდა. სახლი მცირე ნიკიტსკაიაზე არ იყო უბრალოდ საცხოვრებელი. ეს იყო ციტადელი, რომელიც აშენებული იყო საიდუმლოებების შესანახად. 4-სართულიანი შენობა, რომელიც გარედან ჩანდა როგორც ჩვეულებრივი მოსკოვური ოსტატობის ნიმუში, შიგნით წარმოადგენდა ლაბირინთს საიდუმლო ოთახებით, ფარული გასასვლელებით და სისტემებით, რომლებიც შექმნილი იყო სრული კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად. გამომძიებლები, რომლებიც შევიდნენ შენობაში, პირველად აღმოაჩინეს, რომ სახლის ოფიციალური გეგმები, რომლებიც ინახებოდა მოსკოვის არქიტექტურულ სამმართველოში, არ შეესაბამებოდა რეალურ განლაგებას. იყო ოთახები, რომლებიც არ იყო მითითებული არც ერთ დოკუმენტში. იყო კიბეები, რომლებიც მიდიოდნენ ისეთ სართულებზე, რომლებიც ოფიციალურად არ არსებობდნენ. იყო კარები, რომლებიც დამალული იყო კედლის პანელების უკან. პირველი რაც შეამჩნიეს გამომძიებლებმა, როდესაც შევიდნენ მთავარ საძინებელში, იყო უზარმაზარი რაოდენობის ქალის საცვლები. ეს არ იყო რამდენიმე ნივთი, რომელიც შეიძლება ეკუთვნოდა ბერიას მეუღლეს ნინოს. ეს იყო მთელი კოლექცია, ასობით ერთეული, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა სტილის, სხვადასხვა ფერის. საცვლები იყო განლაგებული სპეციალურ კარადებში, ორგანიზებული სისტემით, რომელიც მიუთითებდა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი შეგროვება. ზოგიერთი ნივთი იყო ძვირადღირებული იმპორტული, ზოგი უბრალო საბჭოთა წარმოების. ზოგს ჰქონდა ინიციალები, ზოგს პატარა ნიშნები, რომლებიც მიუთითებდნენ მფლობელზე. გამომძიებლები დაიწყეს ყველაფრის ფოტოგრაფირება და აღწერა, მაგრამ უკვე ამ ეტაპზე გახდა ცხადი, რომ ეს მასალები იყო მხოლოდ დასაწყისი. მეორე საძინებელში, რომელიც ბერია იყენებდა როგორც პირად კაბინეტს, იპოვეს სპეციალური სეიფი, რომელიც ჩაშენებული იყო კედელში. სეიფის გახსნას რამდენიმე საათი დასჭირდა, რადგან ბერიამ არ მისცა კოდი და მოუწია სპეციალისტების გამოძახება. როდესაც საბოლოოდ გაიხსნა, გამომძიებლებმა იპოვეს ის, რაც აღემატებოდა ყველა მოლოდინს. სეიფში იყო ასობით ფოტოსურათი, ქალების პორტრეტები, ზოგი პროფესიონალურად გადაღებული, ზოგი აშკარად ფარულად. ზოგიერთ ფოტოზე ქალები იყვნენ სრულად ჩაცმულები, ზოგზე არა. ზოგიერთი სურათი იყო გადაღებული ამ სახლში, სხვა ადგილებში. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ბევრ ფოტოზე ქალები ჩანდნენ შეშინებულები ზოგიერთი ცრემლებში. გარდა ფოტოებისა, სეიფში იყო დოკუმენტები, ჩანაწერები, რომლებიც შეიცავდნენ სახელებს, მისამართებს, თარიღებს. ეს იყო სახის რეესტრი, რომელიც ბერია აწარმოებდა წლების განმავლობაში. ზოგიერთი ჩანაწერი იყო ძალიან დეტალური, მითითებული იყო სად შეხვდა ქალს, როგორ მოხდა გაცნობა, რა მოხდა შემდეგ. ზოგიერთი ჩანაწერი იყო ლაკონური, მხოლოდ სახელი, თარიღი და მოკლე შენიშვნა. გამომძიებლებმა დაითვალეს, რომ ამ რეესტრში იყო 230-ზე მეტი სახელი. ზოგიერთი ქალი იყო მითითებული რამდენიმეჯერ სხვადასხვა თარიღებით. ზოგიერთი ჩანაწერი მიუთითებდა, რომ ქალი იყო მოწვეულის სახლში რამდენჯერმე, ზოგი რომ შეხვედრა მოხდა სხვა ადგილას.
მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი აღმოჩენა იყო პორნოგრაფიული მასალების კოლექცია. სეიფში და სპეციალურ კარადებში გამომძიებლებმა იპოვეს ასობით ფოტო და ფილმი, რომლებიც შეიცავდნენ ექსპლიციტურ სექსუალურ შინაარსს. ზოგიერთი მასალა იყო იმპორტული, აშკარად დასავლური წარმოების, რაც თავისთავად იყო დანაშაული საბჭოთა კანონმდებლობის მიხედვით. მაგრამ ზოგიერთი მასალა იყო ადგილობრივი წარმოების და ეს იყო კიდევ უფრო შემაშფოთებელი. ზოგიერთ ფილმზე ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც აშკარად არ იცოდნენ, რომ მათ იღებდნენ. ეს იყო ფარული ჩაწერები, გაკეთებული ფარული კამერებით, რომლებიც დამონტაჟებული იყო სახლის სხვადასხვა ოთახში. გამომძიებლებმა დაიწყეს სახლის სისტემატური შემოწმება და აღმოაჩინეს, რომ ფარული კამერები იყო დამონტაჟებული არა მხოლოდ საძინებლებში, არამედ სასტუმრო ოთახებში, სასადილოში, თუნდაც სააბაზანოებში. ეს იყო მთელი სისტემა ფარული დაკვირვებისა, რომელიც საშუალებას აძლევდა ბერიას ჩაეწერა ყველაფერი, რაც ხდებოდა მის სახლში. კამერები იყო დამალული ლამპებში, სარკეებში, ავეჯის ელემენტებში. ზოგიერთი იყო ისეთი პროფესიონალურად დამალული, რომ გამომძიებლებს რამდენიმე დღე დასჭირდათ ყველას პოვნა. ფილმები ინახებოდა სპეციალურ საცავში სარდაფში, ორგანიზებული თარიღების და ადგილების მიხედვით. ზოგიერთ ფილმზე იყო ეტიკეტები სახელებით ზოგზე, მხოლოდ კოდები. როდესაც გამომძიებლები დაიწყეს ამ მასალების დეტალური შესწავლა, გახდა ცხადი, რომ ბერიას სახლი იყო არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ადგილი, სადაც ხდებოდა რაღაც, რაც სცილდებოდა ნებისმიერ ნორმალურ წარმოდგენას. ფილმებზე ჩანდა, როგორ მოჰყავდათ ქალები სახლში, როგორ აძლევდნენ მათ სასმელს, როგორ იწყებოდა ის, რაც შემდეგ ხდებოდა. ზოგიერთ ფილმზე ქალები ჩანდნენ აშკარად გაბრუებულები. ვერ აკონტროლებდნენ საკუთარ მოძრაობებს. ზოგიერთზე ისინი ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. ზოგიერთზე ისინი უბრალოდ ტიროდნენ. ეს იყო მტკიცებულება დანაშაულებისა, რომელიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში და რომელიც ხდებოდა მოსკოვის ცენტრში, რამდენიმე კილომეტრში კრემლისგან. მაგრამ რატომ არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ? როგორ შეძლო ბერიამ ასე დიდი ხნის განმავლობაში ეს საიდუმლოება შეენახა? პასუხი იყო მარტივი და შემაშფოთებელი ერთდროულად, ის აკონტროლებდა მთელ უშიშროების სისტემას. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი დოკუმენტის განადგურება, ნებისმიერი მოწმის დაჩუმება. მისი სახლის მოსამსახურეები იყვნენ სპეციალურად შერჩეული ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, რომ ერთი არასწორი სიტყვა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი ბოლო. მისი მძღოლები, მცველები, თანაშემწეები, ყველა იყო ადამიანი, რომელიც იყო ან სრულიად ერთგული, ან ძალიან შეშინებული, რომ რაიმე ეთქვა. გამომძიებლებმა დაიწყეს ამ ადამიანების დაკითხვა და მიიღეს ისეთი ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ ყველაზე უარეს ეჭვებს. მძღოლები ყვებოდნენ, როგორ აიძულებდნენ მათ ქალების მოყვანას სახლში, როგორ უნდა ელოდათ გარეთ, სანამ ბერია არ დაასრულებდა თავის საქმეს. მოსამსახურეები ყვებოდნენ, როგორ უნდა დაელაგებინათ ოთახები შეხვედრებისთვის, როგორ უნდა მოემზადებინათ სპეციალური სასმელები, როგორ უნდა დაელაგებინათ ყველაფერი შემდეგ. მცველები ყვებოდნენ, როგორ უნდა დაეკარგათ ქალები, რომლებიც ცდილობდნენ გაქცევას, როგორ უნდა დაეშინებინათ ისინი, რომ არავის არაფერი ეთქვათ. ეს იყო მთელი სისტემა, რომელიც მუშაობდა როგორც კარგად შეზეთილი მანქანა და რომელშიც ყველა იცოდა თავისი როლი. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ქალები? გამომძიებლებმა დაიწყეს მათი იდენტიფიცირება და აღმოაჩინეს, რომ ისინი მოდიოდნენ ყველა სოციალური ფენიდან. იყვნენ სტუდენტები, რომლებიც მოსკოვის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. იყვნენ მუშები, რომლებიც ქარხნებში მუშაობდნენ. იყვნენ მსახიობები, რომლებიც თეატრებში თამაშობდნენ. იყვნენ უბრალო ქუჩის გოგონები, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ არასწორ ადგილას არასწორ დროს. ზოგიერთი მათგანი იყო 16-18 წლის, ზოგი 30-ზე მეტი. ზოგიერთი იყო ქორწინებული, ზოგს ჰყავდა შვილები. მაგრამ ყველას ჰქონდა ერთი საერთო, ისინი ყველა შეხვდნენ ლავრენტი ბერიას და ეს შეხვედრა შეცვალა მათი ცხოვრება სამუდამოდ. ზოგიერთი ქალი, რომელიც იდენტიფიცირდა ფოტოებიდან, უკვე აღარ იყო ცოცხალი. ზოგი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით, ზოგი საეჭვო გარემოებებში. ზოგიერთი გაქრა უკვალოდ და არავინ იცოდა, რა მოუვიდათ. მაგრამ ზოგიერთი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და გამომძიებლებმა დაიწყეს მათი მოძიება. ეს იყო რთული პროცესი, რადგან ბევრი ქალი არ იყო მზად საუბრისთვის. ისინი შეშინებულები იყვნენ, რომ მათი ისტორიები გახდებოდა საჯარო, რომ მათი ოჯახები შეიტყობდნენ, რომ მათ დასჭიდნენ იმის გამო, რაც მოხდა.
მაგრამ ზოგიერთი მათგანი თანახმა გახდა ჩვენების მიცემაზე და მათი ისტორიები იყო ისეთი შემაშფოთებელი, რომ გამომძიებლებს უჭირდათ მათი მოსმენა. ერთ-ერთი ქალი, რომელიც იყო 22 წლის სტუდენტი, როდესაც შეხვდა ბერიას, ყვებოდა როგორ შეაჩერა მისი მანქანა ქუჩაში ერთ საღამოს. მძღოლმა უთხრა, რომ ბატონი ბერიას თხოვს მას ერთი წუთით შესვლას მანქანაში, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეთქვა. გოგონა, რომელიც იცნობდა ბერიას სახელს და იცოდა, რომ ის იყო მაღალჩინოსანი, შეშინდა უარის თქმას. როდესაც შევიდა მანქანაში, ბერიამ უთხრა, რომ ის ძალიან ლამაზი იყო და რომ მას სურდა მისი უკეთ გაცნობა. მანქანა წავიდა არა გოგონას სახლისკენ, არამედ მცირე ნიკიტსკაიაზე. როდესაც გოგონამ სცადა გაქცევა, მძღოლმა დაბლოკა კარები. სახლში მას მისცეს სასმელი, რომელიც, როგორც მან შემდეგ გაიგო, შეიცავდა რაღაც, რაც გააბრუებდა მას. შემდეგი რაც მახსოვს, ყვებოდა ის არის დილა და ის არის უცნობ საწოლში. სხეულის ტკივა და არ იცის, რა მოხდა. სხვა ქალი, რომელიც იყო 26 წლის მსახიობი, ყვებოდა როგორ მიიწვიეს ის ბერიას სახლში ოფიციალურ მიღებაზე. მას უთხრეს, რომ იქ იქნებოდნენ სხვა მსახიობები და რომ ეს იყო კარგი შესაძლებლობა კარიერისთვის. როდესაც ჩავიდა, აღმოაჩინა, რომ იქ არავინ სხვა არ იყო, მხოლოდ ბერია და რამდენიმე მისი თანაშემწე. საღამოს განმავლობაში ბერია ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ დარჩენილიყო, პირდებოდა როლებს, პირდებოდა დახმარებას კარიერაში. როდესაც გოგონამ უარი თქვა და სცადა წასვლა, ბერიამ უთხრა, რომ თუ წავიდო და ის უზრუნველყოფდა, რომ მას აღარასოდეს ეთამაშა არც ერთ თეატრში. გოგონა დარჩა და ის, რაც მოხდა შემდეგ, იყო ისეთი, რომ მას წლები დასჭირდა იმისთვის, რომ შეეძლო ამის შესახებ საუბარი. ამ ისტორიებმა აჩვენა, რომ ბერიას სახლი მცირე ნიკიტსკაიაზე იყო არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ ადგილი, სადაც ხდებოდა სისტემატური ძალადობა. ეს არ იყო იზოლირებული შემთხვევები, ეს იყო პრაქტიკა, რომელიც გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ბერია იყენებდა თავის პოზიციას, თავის ძალაუფლებას, თავის კავშირებს იმისთვის, რომ მოეზიდა ქალები და შემდეგ იყენებდა შიშს, მუქარას, ძალადობას იმისთვის, რომ მათ დაეჩუმებინა. ის იცოდა, რომ არავინ არ გაბედავდა მის წინააღმდეგ საუბარს, რადგან ის აკონტროლებდა მთელ რეპრესიულ აპარატს. ის იცოდა, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც ცდიდა საჩივარს, შეიძლებოდა თავად აღმოჩენილიყო ბრალდებული სკამზე. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბერიას სახლში იყო სპეციალური ოთახები, რომლებიც გამოიყენებოდა ამ შეხვედრებისთვის. ეს ოთახები იყო განლაგებული სახლის ისეთ ნაწილში, რომელიც იყო მაქსიმალურად იზოლირებული დანარჩენი სახლისგან. კედლები იყო ხმოვმტარი, ფანჯრები, დაფარული მძიმე ფარდებით. ავეჯი იყო შერჩეული სპეციალურად, დიდი საწოლები, რბილი დივნების სარკეები. ყველაფერი იყო მოწყობილი ისე, რომ შექმნილიყო ატმოსფერო, რომელიც ხელს უწყობდა ბერიას მიზნებს. ოთახებში იყო ასევე სპეციალური კარადები, სადაც ინახებოდა ის ქალის საცვლები, რომლებიც გამომძიებლებმა იპოვეს. ეს იყო სახის ტროფეები, რომლებსაც ბერია აგროვებდა თითოეული თავისი მსხვერპლისგან. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო ის, რომ ბერია არ მუშაობდა მარტო. გამომძიებლებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ მას ჰყავდა თანამზრახველები, ადამიანები, რომლებიც ეხმარებოდნენ ქალების მოძიებაში, მათ სახლში მოყვანაში, მათ დაჩუმებაში. ზოგიერთი ამ ადამიანიდან იყო მისი პირადი თანაშემწეები, ზოგი უშიშროების ორგანოების თანამშრომლები, რომლებიც იყენებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მდგომარეობას ბერიას დასახმარებლად. ეს იყო მთელი ქსელი, რომელიც მუშაობდა იმისთვის, რომ ბერიას შესაძლებლობა ჰქონოდა განეხორციელებინა თავისი ბნელი სურვილები. ერთ-ერთი ასეთი თანამზრახველი იყო ბერიას პირადი მძღოლი, რომელიც მუშაობდა მასთან 10-ზე მეტი წლის განმავლობაში. ამ კაცმა, როდესაც დააკითხეს, აღიარა, რომ მან პირადად მოიყვანა 100-ზე მეტი ქალი ბერიას სახლში. ის ყვებოდა, როგორ უნდა შეეჩერებინა ქალები ქუჩაში, როგორ უნდა დაერწმუნებინა ისინი, რომ შესულიყვნენ მანქანაში, როგორ უნდა მიეყვანა ისინი მცირე ნიკიტსკაიაზე. ის ყვებოდა, რომ ზოგჯერ ქალები ცდილობდნენ გაქცევას და მას უწევდა მათი ძალით დაჭერა. ის ყვებოდა, რომ ზოგჯერ ქალები ტიროდნენ და ევედრებოდნენ, რომ გაეშვათ, მაგრამ მას არ შეეძლო ამის გაკეთება, რადგან ბერია იყო მისი უფროსი და მას უნდა დაემორჩილებინა. სხვა თანამზრახველი იყო ბერიას პირადი მდივანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შეხვედრების ორგანიზებაზე. ეს ქალი, რომელიც თავად იყო ბერიას მსხვერპლი წლების წინ, იძულებული იყო ეხმარებინა მისთვის სხვა ქალების მოზიდვაში. ის ყვებოდა, როგორ უნდა დაერეკა ქალებს და მოეწვია ისინი ოფიციალურ შეხვედრებზე, როგორ უნდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ეს იყო უსაფრთხო და ლეგიტიმური. ის ყვებოდა, რომ ის თავად იცოდა, რა ელოდათ ამ ქალებს, მაგრამ არ შეეძლო არაფრის გაკეთება. რადგან თუ უარს იტყოდა, ბერია გაანადგურებდა მას და მის ოჯახს.
ეს ჩვენებები აჩვენებდა, რომ ბერიას სახლი მცირე ნიკიტსკაიაზე იყო ცენტრი მთელი კრიმინალური ქსელისა, რომელიც მუშაობდა წლების განმავლობაში. ეს არ იყო ერთი კაცის დანაშაული, ეს იყო სისტემური პრობლემა, რომელიც შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ბერიას ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება და არავინ გაბედავდა მის წინააღმდეგ წასვლას. მისი თანამზრახველები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ან იყვნენ შეშინებულები, ან იყვნენ კორუმპირებულები, ან იყვნენ ორივე. ისინი იცოდნენ, რომ თუ თანამშრომლობდნენ, მიიღებდნენ დაცვას და პრივილეგიებს. თუ უარს იტყოდნენ, მათ ელოდათ რეპრესიები. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბერია იყენებდა თავის სახლს არა მხოლოდ პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად, არამედ ასევე როგორც ინსტრუმენტს პოლიტიკური კონტროლისთვის. ზოგიერთი ქალი, რომელიც მოყვანილი იყო სახლში, იყო ცოლები ან ქალიშვილები მაღალჩინოსნების, რომელსაც ბერია იყენებდა თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. მაგრამ რატომ არავინ არ ცდილობდა ბერიას შეჩერებას? რატომ არავინ არ აპროტესტებდა? პასუხი იყო მარტივი, ყველა ეშინოდა. ბერია იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერის დაპატიმრება, ნებისმიერის გაგზავნა ბანაკში, ნებისმიერის განადგურება. ის აკონტროლებდა მთელ რეპრესიულ აპარატს და ყველა იცოდა, რომ ერთი სიტყვა მისგან შეიძლებოდა ყოფილიყო სასიკვდილო განაჩენი. თუნდაც სტალინი, რომელიც იყო ბერიას უფროსი, არ იცოდა ბერიას ყველა საიდუმლოების შესახებ. ბერია იყო ძალიან ფრთხილი, რომ არ გაეჟღერებინა თავისი პირადი ცხოვრება და ის იყენებდა ყველა შესაძლო საშუალებას, რომ შეენარჩუნებინა თავისი საიდუმლოებები. როდესაც გამომძიებლები დაასრულეს სახლის ჩხრეკა, მათ ჰქონდათ ათასობით გვერდი დოკუმენტების, ასობით ფოტო და ფილმი, ასობით ნივთი, რომლებიც იყო მტკიცებულება ბერიას დანაშაულებისა. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ეს იყო მხოლოდ ის, რაც შეინახა. რამდენი მასალა იყო განადგურებული წლების განმავლობაში? რამდენი ქალი იყო, რომლის შესახებაც არ იყო არანაირი ჩანაწერი? რამდენი დანაშაული იყო ჩადენილი, რომლის შესახებაც არავინ არასოდეს გაიგებდა? ეს კითხვები რჩებოდა უპასუხოდ, მაგრამ ის, რაც იპოვეს, იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეჩვენებინათ ბერიას ნამდვილი სახე. მაგრამ რა მოხდა ამ მასალებთან შემდეგ? როგორ გამოიყენეს მათ გამომძიებლებმა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ ბევრი ამ მასალიდან დარჩა დაფარული 10 წლეულების განმავლობაში? ეს არის ისტორია, რომელიც გრძელდება დღემდე და რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეეძლო ერთ ადამიანს გამოეყენებინა აბსოლუტური ძალაუფლება ყველაზე საშინელი მიზნებისთვის. როდესაც გამომძიებლებმა დაასრულეს სახლის ჩხრეკა და დაიწყეს მასალების სისტემატიზაცია, წინ აღმოჩნდათ უზარმაზარი პრობლემა. რა უნდა გაეკეთებინათ ამ ყველაფრისთვის? როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს მტკიცებულებები? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რამდენი ამ ინფორმაციისგან უნდა გახდომოდა საჯარო? ხრუშჩოვი და მალენკოვი, რომლებიც აკონტროლებდნენ გამოძიების პროცესს, მალევე მიხვდნენ, რომ ბერიას საქმე იყო გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ისინი წარმოიდგენდნენ. ისინი იცოდნენ, რომ თუ ყველა ეს მასალა გახდებოდა საჯარო, ეს შეიძლებოდა გამოეწვია უზარმაზარი სკანდალი, რომელიც შეეხებოდა არა მხოლოდ ბერიას, არამედ მთელ საბჭოთა სისტემას. როგორ შეეძლო ასეთი დანაშაული ჩადენილიყო მოსკოვის ცენტრში, წლების განმავლობაში და არავინ არაფერი იცოდა? როგორ შეეძლო ადამიანს, რომელიც აკონტროლებდა მთელ უშიშროების სისტემას, გამოეყენებინა თავისი პოზიცია ასეთი საშინელი მიზნებისთვის? გადაწყდა, რომ მასალების დიდი ნაწილი დარჩებოდა დახურული ოფიციალურ ბრალდებაში, რომელიც წარდგენილი იქნა ბერიას წინააღმდეგ. მხოლოდ მოკლედ იყო მითითებული მორალური დანაშაულების შესახებ. არ იყო დეტალები, არ იყო კონკრეტული ფაქტები, არ იყო სახელები მსხვერპლთა. ყველაფერი იყო ჩამოყალიბებული ძალიან ზოგადად გამოყენება სამსახურებრივი მდგომარეობისა პირადი მიზნებისთვის, მორალური დეგრადაცია, ქცევა, რომელიც არ შეესაბამება საბჭოთა ფუნქციონერს. მაგრამ რეალური მასშტაბი იმისა, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე, დარჩა საიდუმლო. რატომ? რადგან ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ეს ინფორმაცია იყო ძალიან საშიში, ძალიან კომპრომეტირებული, ძალიან დამღუპელი მთელი სისტემისთვის. მაგრამ ის, რაც დარჩა დახურული ოფიციალურად, დაიწყო გავრცელება არაოფიციალურად. გამომძიებლები, რომლებიც მუშაობდნენ საქმეზე, იწყებდნენ საუბარს თავიანთ კოლეგებთან. კოლეგები ყვებოდნენ თავიანთ ოჯახებს. ოჯახები ყვებოდნენ მეგობრებს. და ასე, ნელ-ნელა ისტორია ბერიას სახლის შესახებ დაიწყო გავრცელება მოსკოვში. ადამიანები ჩურჩულებდნენ ერთმანეთს ყურში. ყვებოდნენ საშინელ დეტალებს, რომლებიც ისმოდა იქიდან. ზოგიერთი ამ ისტორიებიდან იყო სიმართლე, ზოგი გაზვიადებული, ზოგი სრულიად გამოგონილი.
მაგრამ ყველა ისინი ქმნიდნენ სურათს ბერიასა, რომელიც იყო არა მხოლოდ პოლიტიკური დამნაშავე, არამედ მორალური მონსტრი. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა სახლის ჩხრეკის დროს, იყო სპეციალური ჟურნალი, რომელიც ბერია აწარმოებდა პირადად. ეს იყო დღიური, სადაც ის აღწერდა თავის თავგადასავლებს. ჟურნალი იყო დაწერილი ბერიას ხელით და ის შეიცავდა დეტალურ აღწერებს იმისა, რაც ხდებოდა მის სახლში. ზოგიერთი ჩანაწერი იყო მოკლე, მხოლოდ თარიღი, სახელი და რამდენიმე სიტყვა. ზოგი იყო გრძელი, გვერდობით აღწერებით, დეტალებით, თუნდაც ემოციებით. გამომძიებლებმა, რომლებმაც წაიკითხეს ეს ჟურნალი, ყვებოდნენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი დოკუმენტი, რასაც მათ ოდესმე უნახავთ. ბერია არა მხოლოდ ჩადიოდა ამ დანაშაულებს, არამედ ასევე აღწერდა მათ დეტალურად. თითქოს ის იყო რაღაც, რითაც ამაყობდა. ჟურნალში იყო ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ბერია იყენებდა სხვადასხვა მეთოდებს ქალების მოსაზიდად. ზოგჯერ ის იყენებდა მუქარას, ვპირდებოდა, რომ დააპატიმრებდა ქალს ან მის ოჯახს, თუ ის არ დაემორჩილებოდა. ზოგჯერ ის იყენებდა დაპირებებს, ვპირდებოდა კარიერულ წინსვლას, ბინას, პრივილეგიებს. ზოგჯერ ის უბრალოდ იყენებდა ძალას, აიძულებდა ქალებს მანქანაში შესვლას, სახლში მოყვანას, იმის გაკეთებას, რაც მას სურდა. ჟურნალში იყო ასევე ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებდნენ ქალები, ზოგი ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, ზოგი ტიროდა, ზოგი უბრალოდ გაშეშებული იყო შიშისგან. ბერია აღწერდა ამ ყველაფერს ცივი, თითქმის კლინიკური დეტალებით, თითქოს ის იყო მეცნიერი, რომელიც აკვირდებოდა ექსპერიმენტს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ჟურნალში იყო ჩანაწერები არა მხოლოდ ქალების შესახებ, არამედ ასევე იმის შესახებ, თუ როგორ იყენებდა ბერია ამ ინფორმაციას პოლიტიკური მიზნებისთვის. ის აღწერდა, როგორ იყენებდა ფოტოებს და ფილმებს შანტაჟისთვის, როგორ აიძულებდა ადამიანებს თანამშრომლობისკენ, როგორ აკონტროლებდა მათ მუქარით, რომ გამოაქვეყნებდა კომპრომეტირებულ მასალებს. ერთ ჩანაწერში ის წერდა, თუ როგორ გამოიყენა ფოტოები ერთი მაღალჩინოსნის ქალიშვილთან იმისთვის, რომ აეძულებინა ეს კაცი მხარი დაეჭირა მისთვის პოლიტბიუროს ერთ მნიშვნელოვან კენჭისყრაზე. სხვა ჩანაწერში ის აღწერდა, როგორ გამოიყენა ფილმი ერთი სამხედრო ხელმძღვანელის ცოლთან იმისთვის, რომ უზრუნველეყო ამ კაცის ერთგულება. ეს ჟურნალი იყო არა მხოლოდ მტკიცებულება ბერიას პირადი დანაშაულებისა, არამედ ასევე დოკუმენტი, რომელიც აჩვენებდა, თუ როგორ მუშაობდა ძალაუფლება საბჭოთა სისტემაში. ბერია იყენებდა სექსს როგორ იარაღს, როგორც საშუალებას ადამიანების კონტროლისთვის, როგორც ინსტრუმენტს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ის იყო ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ესმოდა. თუ როგორ უნდა გამოეყენებინა შიში, შანტაჟი, ძალადობა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა და გაეზარდა თავისი ძალაუფლება. და ის აკეთებდა ამას წლების განმავლობაში, სრული უსაფრთხოების განცდით, რადგან იცოდა, რომ არავინ გაბედავდა მის წინააღმდეგ წასვლას. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბერიას სახლში იყო სპეციალური ლაბორატორია, სადაც ინახებოდა სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები, როგორც შემდეგ დადგინდა, გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქალები გაბრუებულიყვნენ და ვერ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ლაბორატორიაში იყო სხვადასხვა პრეპარატები, ზოგი იმპორტული, ზოგი ადგილობრივი წარმოების. იყო ასევე ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გამოყენებულიყო ეს ნივთიერებები, რა დოზებში როგორ უნდა შერეულიყო სასმელებში. ეს იყო მთელი სისტემა, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ქალებს ჩამოერთვათ შესაძლებლობა წინააღმდეგობის გაწევისა. ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე, შემდგომში ყვებოდა, რომ როდესაც ისინი იპოვეს ეს ლაბორატორია, მათ მოუჭიათ შეჩერება და რამდენიმე წუთის განმავლობაში უბრალოდ დგომა იქ ვერ სჯეროდათ იმისა, რასაც ხედავდნენ. ეს არ იყო უბრალოდ დანაშაული, ეს იყო სისტემატური, დაგეგმილი, ორგანიზებული ძალადობა. ბერია არ იყო უბრალოდ კაცი, რომელიც ვერ აკონტროლებდა თავის სურვილებს. ის იყო კაცი, რომელიც შექმნა მთელი სისტემა იმისთვის, რომ განეხორციელებინა თავისი ბნელი ფანტაზიები. ის იყო კაცი, რომელიც იყენებდა მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ორგანიზაციას იმისთვის, რომ გაიადვილებინა თავისი დანაშაულები. გამომძიებლებმა ასევე დაიწყეს იმ ადამიანების მოძიება, რომლებიც მუშაობდნენ ბერიას სახლში, მოსამსახურეები, ზარეულები, მებაღეები, მცველები. ამ ადამიანებმა მისცეს ჩვენებები, რომლებიც ავსებდნენ სურათს იმისა, რაც ხდებოდა მცირე ნიკიტსკაიაზე. ისინი ყვებოდნენ, როგორ უნდა დაელაგებინათ ოთახები შეხვედრებისთვის, როგორ უნდა მოემზადებინათ სპეციალური სასმელები. როგორ უნდა დაელაგებინათ ყველაფერი შემდეგ. ისინი ყვებოდნენ, როგორ ისმოდა ხმები ოთახებიდან, ტირილი, ყვირილი, ევედრება. ისინი ყვებოდნენ, როგორ გამოდიოდნენ ქალები ოთახებიდან, შეშინებულები, დაბნეულები, ზოგჯერ დაჭრილები.
ისინი ყვებოდნენ, როგორ უნდა დაეხმარათ ამ ქალებს სახლიდან გასვლაში, როგორ უნდა დაერწმუნებინათ ისინი, რომ არავის არაფერი ეთქვათ. ერთ-ერთი მოსამსახურე ხალი, რომელიც მუშაობდა ბერიას სახლში 5 წლის განმავლობაში, ყვებოდა, რომ ის ხშირად ხედავდა ქალებს, რომლებიც სტიროდნენ სააბაზანოში, ცდილობდნენ საკუთარი თავის გარეცხვას, თითქოს ცდილობდნენ იმის გარეცხვას, რაც მოხდა. ის ყვებოდა, რომ ზოგჯერ ეს ქალები ევედრებოდნენ მას, რომ დაეხმარა მათ გაქცევაში, მაგრამ ის არაფერს შეეძლო, რადგან იცოდა, რომ თუ ამას გააკეთებდა, თავად აღმოჩნდებოდა საფრთხეში. ის ყვებოდა, რომ ზოგჯერ ის ხედავდა სისხლს საწოლზე, ნაცრემლევ ქალებს, რომლებიც ვერ დგებოდნენ. ის ყვებოდა, რომ ყველაფერი ეს მას ატანჯავდა. მაგრამ ის არ იცოდა, რა უნდა გაიკეთებინა. სხვა მოსამსახურე, კაცი, რომელიც მუშაობდა როგორც ბზარეული, ყვებოდა, რომ მას ხშირად უბრძანებდნენ სპეციალური სასმელების მომზადებას. მას აძლევდნენ ინსტრუქციებს, თუ რა უნდა დაემატებინა ამ სასმელებში და ის აკეთებდა ამას, თუმცა იცოდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ინგრედიენტები. ის ყვებოდა, რომ ზოგჯერ ის ხედავდა, როგორ სვამდნენ ქალები ამ სასმელებს და როგორ იწყებდნენ უცნაურად ქცევას, ხდებოდნენ დაბნეულები, ვერ აკონტროლებდნენ მოძრაობებს, ვერ საუბრობდნენ ნორმალურად. ის ყვებოდა, რომ ეს მას აშინებდა, მაგრამ ის არ გაბედავდა არაფრის თქმას, რადგან იცოდა, რომ ბერია იყო ძალიან საშიში კაცი. ამ ჩვენებებმა აჩვენა, რომ ბერიას სახლი იყო ადგილი, სადაც ყველა, ვინც მუშაობდა, იცოდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა, მაგრამ არავინ გაბედავდა რაიმეს თქმას. ეს იყო კულტურა შიშისა და დუმილისა, რომელიც საშუალებას აძლევდა ბერიას განეგრძო თავისი დანაშაულები წლების განმავლობაში. ყველა იყო თანამზრახველი, ზოგი აქტიურად, ზოგი პასიურად, მაგრამ ყველა იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც აძლევდა ბერიას შესაძლებლობას აკეთებდა ის, რასაც აკეთებდა. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბერიას სახლში იყო სპეციალური ოთახი, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სახის არქივი. ამ ოთახში ინახებოდა ყველა დოკუმენტი, ყველა ფოტო, ყველა ფილმი, რომელიც დაკავშირებული იყო ბერიას აქტივობებთან. ყველაფერი იყო ორგანიზებული სისტემატურად, დოკუმენტები იყო განლაგებული თარიღების მიხედვით, ფოტოები, სახელების მიხედვით, ფილმები, ადგილების მიხედვით. ეს იყო მთელი ბიბლიოთეკა დანაშაულისა, რომელიც ბერია აგროვებდა წლების განმავლობაში. გამომძიებლებმა დაითვალეს, რომ ამ არქივში იყო ათასობით დოკუმენტი, ასობით ფოტო, ათობით ფილმი. ეს იყო მასალა, რომელიც შეეძლო გამოყენებულიყო ასობით ადამიანის წინააღმდეგ. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ამ არქივში იყო ასევე დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა სხვა მაღალჩინოსნებს. ბერია არ იყო ერთადერთი, ვინც იყენებდა თავის პოზიციას ასეთი მიზნებისთვის. გამომძიებლებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ ზოგიერთი სხვა პარტიული ფუნქციონერი ასევე იყო ჩართული მსგავს აქტივობებში. ბერია აგროვებდა ინფორმაციას მათ შესახებ, იყენებდა მას შანტაჟისთვის, აკონტროლებდა მათ ამ ინფორმაციის საშუალებით. ეს იყო მთელი ქსელი კორუფციისა და ძალადობისა, რომელიც გავრცელებული იყო საბჭოთა ელიტის უმაღლეს ფენებში. როდესაც ხრუშჩოვმა და მალენკოვმა გაიგეს ამის შესახებ, ისინი მიხვდნენ, რომ ეს საქმე იყო გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. თუ ყველა ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო, ეს შეეძლო დაერღვია არა მხოლოდ ბერიას რეპუტაცია, არამედ მთელი საბჭოთა სისტემის. ეს შეეძლო გამოეწვია კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო ასეთი რამ მომხდარიყო, ვინ იცოდა ამის შესახებ. რატომ არავინ არაფერი გააკეთა? ეს შეეძლო გამოეწვია კრიზისი ხელმძღვანელობაში, რომელიც შეეძლო ყოფილიყო საშიში მთელი ქვეყნისთვის. ამიტომ გადაწყდა, რომ დიდი ნაწილი ამ მასალებისა დარჩებოდა დახურული. მაგრამ რა მოხდა იმ ქალებთან, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლები? გამომძიებლებმა სცადეს მათი მოძიება და დახმარების შეთავაზება, მაგრამ ბევრი მათგანი არ იყო მზად საუბრისთვის. ისინი შეშინებულები იყვნენ, რომ მათი ისტორიები გახდებოდა საჯარო, რომ მათ დასჯიდნენ იმის გამო, რაც მოხდა. საბჭოთა საზოგადოებაში, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ხშირად ბრალდებოდნენ, თავად ეს ქალები იცოდნენ, რომ თუ მათი ისტორიები გახდებოდა ცნობილი, ისინი შეეძლოთ დაკარგულიყვნენ თავიანთი სამსახური, თავიანთი რეპუტაცია, თავიანთი ოჯახები. ამიტომ ბევრი მათგანი ირჩევდა დუმილს. ზოგიერთი ქალი, რომელიც თანახმა გახდა ჩვენების მიცემაზე, ყვებოდა, რომ მათ წლები დასჭირდათ იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებულიყვნენ იმის შემდეგ, რაც მოხდა. ისინი ყვებოდნენ კოშმარებზე, რომლებიც მათ ჰქონდათ ყოველ ღამე, შიშზე, რომელიც მათ გრძნობდნენ ყოველ დროს, როდესაც ხედავდნენ მანქანას, რომელიც ჰგავდა ბერიას მანქანას. ისინი ყვებოდნენ, რომ ვერ ენდობოდნენ კაცებს, ვერ ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობები, ვერ ცხოვრობდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ისინი ყვებოდნენ, რომ ის, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე, შეცვალა მათი ცხოვრება სამუდამოდ.
ერთ-ერთი ქალი, რომელიც იყო 24 წლის, როდესაც შეხვდა ბერიას, ყვებოდა, რომ მას წლები დასჭირდა იმისთვის, რომ შეეძლო ამის შესახებ საუბარი. ის ყვებოდა, რომ ის გრძნობდა სირცხვილს, თუმცა იცოდა, რომ არაფერი იყო მისი ბრალი. ის ყვებოდა, რომ ის ცდილობდა დაავიწყებდა, რაც მოხდა, მაგრამ ვერ შეეძლო. ის ყვებოდა, რომ ის ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, მაგრამ არ გააკეთა ეს, რადგან ჰყავდა პატარა შვილი, რომელიც საჭიროებდა მას. ის ყვებოდა, რომ როდესაც გაიგო ბერიას დაპატიმრების შესახებ, ის გრძნობდა რაღაც ნაწილობრივ შვებას. მაგრამ ასევე გრძნობდა, რომ ეს იყო ძალიან გვიან. ის ყვებოდა, რომ არაფერი შეეძლო დაებრუნებინა ის, რაც დაკარგა. სხვა ქალი, რომელიც იყო 30 წლის, ყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა, ის ვერ შეეძლო დაქორწინება. ის ყვებოდა, რომ ის ცდილობდა ჰქონოდა ურთიერთობები, მაგრამ ყოველ დროს, როდესაც კაცი ეხებოდა მას, ის იხსენებდა იმას, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე. ის ყვებოდა, რომ ის გრძნობდა, რომ ის იყო დაბინძურებული, რომ არავინ არ მოინდომებდა მას, თუ იცოდა, რაც მოხდა. ის ყვებოდა, რომ ის ცხოვრობდა მარტო, მუშაობდა უბრალო სამსახურში და ცდილობდა არ ფიქრობდა წარსულზე. ის ყვებოდა, რომ როდესაც გაიგო ბერიას სიკვდილის შესახებ, ის არ გრძნობდა სიხარულს, არამედ მხოლოდ სიცარიელეს. ამ ისტორიებმა აჩვენა, რომ ბერიას დანაშაულებებმა დატოვა გრძელვადიანი შედეგები არა მხოლოდ მის მსხვერპლებზე, არამედ მთელ საზოგადოებაზე. ეს იყო დანაშაულები, რომლებიც არ დასრულდა ბერიას დაპატიმრებით ან სიკვდილით. ისინი გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ატანჯავდნენ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს ისინი, ზემოქმედებდნენ მათ ცხოვრებაზე, მათ ურთიერთობებზე, მათ შვილებზე. ეს იყო ტრავმა, რომელიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბერიას სახლში იყო სპეციალური ოთახი, რომელიც გამოიყენებოდა როგორც სახის მუზეუმი. ამ ოთახში ბერია ინახავდა ნივთებს, რომლებიც ეკუთვნოდა მის მსხვერპლებს, ქალის საცვლები, სამკაულები, პირადი ნივთები. ყველა ნივთი იყო ორგანიზებული, ეტიკეტირებული, კატალოგიზირებული. ეს იყო სახის კოლექცია, რომელსაც ბერია აგროვებდა როგორც ტროფეებს. გამომძიებლებმა, რომლებმაც იხილეს ეს ოთახი, ყვებოდნენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი რამ, რასაც მათ ოდესმე უნახავთ. ეს არ იყო უბრალოდ დანაშაული, ეს იყო რაღაც, რაც სცილდებოდა ნორმალურ წარმოდგენას. ერთ-ერთ კარადაში იყო ასობით წყვილი ქალის საცვლები. თითოეული პატარა ეტიკეტით, სადაც მითითებული იყო სახელი და თარიღი. სხვა კარადაში იყო სამკაულები, საყურეები, ბეჭდები, ხელსაბამები. ზოგიერთი მათგანი იყო ძვირადღირებული, ზოგი უბრალო. მესამე კარადაში იყო პირადი ნივთები, ფოტოები, წერილები, დღიურები. ბერია აგროვებდა ყველაფერს, რაც შეეძლო აეღო თავისი მსხვერპლებისგან და ინახავდა მათ როგორც სახის მემორიალს თავისი მიღწევებისა. გამომძიებლებმა სცადეს ამ ნივთების დაბრუნება მათ მფლობელებთან, მაგრამ ბევრი ქალი არ იყო მზად მათი მიღებისთვის. ისინი არ სურდათ არაფრის ქონა, რაც შეახსენებდა მათ იმას, რაც მოხდა. ზოგიერთი ქალი თხოვდა, რომ ეს ნივთები განადგურებულიყო, რომ არაფერი დარჩენილიყო იმის შესახებ, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე. მაგრამ გამომძიებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ნივთები უნდა შენახულიყო როგორც მტკიცებულება, როგორც დოკუმენტაცია იმისა, რაც მოხდა. დღეს, 10 წლეულების შემდეგ, ბევრი ამ მასალებიდან ჯერ კიდევ ინახება საიდუმლო არქივებში. ზოგიერთი დოკუმენტი გახდა საჯარო, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ დახურულია. ზოგიერთი ფოტო გამოქვეყნდა, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. ზოგიერთი ჩვენება გახდა ცნობილი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ უცნობია. ისტორია ბერიას სახლის შესახებ მცირე ნიკიტსკაიაზე არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულად მოთხრობილი. მაგრამ რატომ? რატომ ჯერ კიდევ ინახება ეს საიდუმლოებები? რატომ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი ყველა არქივი? პასუხი არის რთული. ნაწილობრივ ეს არის იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი, რომლებიც იყვნენ ჩართულები ამ ისტორიაში, ჯერ კიდევ ცოცხალი იყვნენ წლების განმავლობაში და მათი ოჯახები არ სურდათ, რომ მათი ისტორიები გახდომოდა საჯარო. ნაწილობრივ ეს არის იმიტომ, რომ ეს ისტორია არის ძალიან კომპრომეტირებული მთელი საბჭოთა სისტემისთვის და ბევრი ადამიანი არ სურს, რომ ეს ინფორმაცია გახდეს ცნობილი. მაგრამ ნაწილობრივ ეს არის იმიტომ, რომ ეს ისტორია არის ძალიან მტკივნეული, ძალიან შემაშფოთებელი, ძალიან რთული მოსასმენად. რას ფიქრობთ თქვენ? უნდა გახდეს ყველა ეს ინფორმაცია საჯარო? უნდა იცოდეს ადამიანებმა სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე? თუ ზოგიერთი საიდუმლოება უკეთესია დარჩეს დახურული. როდესაც გამომძიებლებმა დაასრულეს სახლის დეტალური შემოწმება, ისინი აღმოაჩინეს რაღაც, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა საქმის სირთულეს.
სარდაფში ფარული კარის უკან, რომელიც დამალული იყო ძველი ავეჯის უკან, იყო სპეციალური ოთახი, რომელიც არ იყო მითითებული არც ერთ ოფიციალურ გეგმაზე. ეს ოთახი იყო დაახლოებით 20 კვადრატული მეტრის ფართობის, კედლები იყო დაფარული ხმაუმტარი მასალით და იქ არ იყო ფანჯრები. როდესაც გამომძიებლები შევიდნენ ამ ოთახში, ისინი იპოვეს რაღაც, რაც აღემატებოდა ყველა მოლოდინს, სპეციალური აღჭურვილობა ფილმების გადასაღებად, პროფესიონალური განათების სისტემა და რაც ყველაზე შემაშფოთებელი იყო, სპეციალური ავეჯი, რომელიც აშკარად შექმნილი იყო კონკრეტული მიზნებისთვის. ამ ოთახში იყო ასევე კიდევ ერთი სეიფი, უფრო დიდი ვიდრე ის, რომელიც იპოვეს ზემოთ. როდესაც ეს სეიფი გაიხსნა, გამომძიებლებმა იპოვეს ფილმების კოლექცია, რომელიც იყო გაცილებით უფრო ექსპლიციტური, ვიდრე ის, რაც იპოვეს ადრე. ეს იყო ფილმები, რომლებიც გადაღებული იყო სპეციალურად ამ ოთახში, პროფესიონალური აღჭურვილობით და რომლებიც აჩვენებდნენ ისეთ სცენებს, რომლებიც იყო არა მხოლოდ სექსუალური ხასიათის, არამედ ასევე ძალადობრივი. გამომძიებლები, რომლებმაც იხილეს ეს მასალები, ყვებოდნენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება მათ კარიერაში. ეს არ იყო უბრალოდ პორნოგრაფია, ეს იყო დოკუმენტაცია დანაშაულისა, რომელიც ხდებოდა სისტემატურად. ერთ-ერთ ფილმზე ჩანდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც აშკარად იყო გაბროებული, ვერ აკონტროლებდა თავის მოძრაობებს, ცდილობდა საუბარს, მაგრამ სიტყვები არ გამოდიოდა. ფილმზე ასევე ჩანდა ბერია, რომელიც ლაპარაკობდა კამერასთან. აღწერდა იმას, რაც ხდებოდა, თითქოს ის იყო რაღაც ექსპერიმენტი. სხვა ფილმზე ჩანდა რამდენიმე ქალი ერთდროულად, ყველა მათგანი შეშინებული, ზოგი ტიროდა, ზოგი ცდილობდა გაქცევას. ეს იყო სცენები, რომლებიც აჩვენებდნენ არა მხოლოდ ინდივიდუალურ დანაშაულებს, არამედ ორგანიზებულ ძალადობას, რომელიც ხდებოდა დაგეგმილად. გამომძიებლებმა ასევე იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ბერია არ იყენებდა ამ ოთახს მხოლოდ პირადი მიზნებისთვის. ზოგიერთი ფილმი იყო გადაღებული სპეციალურად იმისთვის, რომ გამოყენებულიყო შანტაჟისთვის. დოკუმენტებში იყო ჩანაწერები იმის შესახებ, თუ ის ეჩვენა ეს ფილმები, როგორ რეაგირებდნენ ისინი, რა დათმობებზე წავიდნენ იმის შემდეგ, რაც იხილეს ეს მასალები. ეს იყო მთელი სისტემა კონტროლისა, რომელიც ეფუძნებოდა შიშს, შანტაჟს და ძალადობას. ერთ დოკუმენტში იყო აღწერილი, თუ როგორ გამოიყენა ბერიამ ერთი ასეთი ფილმი იმისთვის, რომ აეძულებინა ერთი მაღალჩინოსანი მხარი დაეჭირა მისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. ფილმზე ჩანდა ამ კაცის ქალიშვილი, რომელიც იყო მოყვანილი ბერიას სახლში ოფიციალურ მიღებაზე. დოკუმენტში იყო აღწერილი, როგორ უჩვენა ბერიამ ეს ფილმი მამას, როგორ რეაგირა ის, როგორ ევედრებოდა, რომ არ გამოექვეყნებინა ეს მასალა. დოკუმენტში იყო ასევე აღწერილი, რომ შემდეგ ეს კაცი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ბერიას მხარდამჭერი, ყოველთვის მხარს უჭერდა მას ყველა საკითხში. სხვა დოკუმენტში იყო აღწერილი, თუ როგორ გამოიყენა ბერიამ მსგავსი მასალები იმისთვის, რომ აიკონტროლებინა რამდენიმე სამხედრო ხელმძღვანელი. ფილმებზე ჩანდნენ ამ კაცების ცოლები, რომლებიც იყვნენ მოწვეულები ბერიას სახლში სხვადასხვა საბაბით. დოკუმენტში იყო აღწერილი, როგორ უჩვენა ბერიამ ეს ფილმები მათ ქმრებს, როგორ დაემუქრა, რომ გამოაქვეყნებდა მათ, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ. დოკუმენტში იყო ასევე აღწერილი, რომ ეს კაცები გახდნენ ბერიას ინსტრუმენტები. აკეთებდნენ ყველაფერს, რასაც ის ბრძანებდა, რადგან ეშინოდათ, რომ მათი ოჯახები განადგურდებოდნენ. ეს აღმოჩენები აჩვენებდნენ, რომ ბერიას სახლი მცირე ნიკიტსკაიაზე იყო არა მხოლოდ ადგილი პირადი დანაშაულებისა, არამედ ასევე ცენტრი პოლიტიკური კონტროლისა. ბერია იყენებდა სექსს, ძალადობას, შანტაჟს როგორც იარაღებს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და გასაზრდელად. ის ქმნიდა ქსელს ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ მის კონტროლში, რადგან ეშინოდათ იმისა, რაც შეეძლო მოეხდინა მათთვის, თუ არ დაემორჩილებოდნენ. ეს იყო სისტემა, რომელიც მუშაობდა წლების განმავლობაში და რომელიც აძლევდა ბერიას უზარმაზარ ძალაუფლებას არა მხოლოდ უშიშროების ორგანოებში, არამედ მთელ საბჭოთა ხელმძღვანელობაში. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბერიას ჰყავდა სპეციალური ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ მასთან ამ ოპერაციებში. ეს იყო არა მხოლოდ მძღოლები და მოსამსახურეები, არამედ ასევე პროფესიონალები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, ქიმიკოსები. ეს ადამიანები იყვნენ სპეციალურად შერჩეულები, სპეციალურად მომზადებულები და სპეციალურად კონტროლირებულები. ისინი იცოდნენ, რომ თუ ოდესმე რაიმე ეთქვათ, ისინი და მათი ოჯახები განადგურდებოდნენ. ამიტომ ისინი ინახავდნენ დუმილს, აკეთებდნენ თავიანთ სამსახურს და ცდილობდნენ არ ფიქრობდნენ იმაზე, რაში იყვნენ ჩართულები. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობდა ბერიასთან 10-ზე მეტი წლის განმავლობაში. როდესაც ეს კაცი დააკითხეს, ის ყვებოდა, რომ მას უწევდა ფოტოების გადაღება ისეთ სიტუაციებში, რომლებიც მას აშინებდა და აზიზღებდა.
ის ყვებოდა, რომ ისხედავდა ქალებს, რომლებიც სტიროდნენ, ევედრებოდნენ, ცდილობდნენ გაქცევას, მაგრამ მას უწევდა გაგრძელება თავისი სამსახურისა. ის ყვებოდა, რომ ის ცდილობდა ფიქრობდა ამაზე, როგორც უბრალოდ სამსახურზე, როგორც რაღაცაზე, რაც მას უწევდა გაეკეთებინა გადარჩენისთვის. ის ყვებოდა, რომ ის იცოდა, რომ თუ უარს იტყოდა, ბერია განადგურებდა მას და მის ოჯახს. სხვა ადამიანი იყო ქიმიკოსი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმ ნივთიერებების მომზადებაზე, რომლებიც გამოიყენებოდა ქალების გასაბრუებლად. ეს კაცი, როდესაც დააკითხეს, ყვებოდა, რომ მას უწევდა ექსპერიმენტები სხვადასხვა ნივთიერებებით, რომ იპოვა ის, რომელიც იყო ყველაზე ეფექტური. ის ყვებოდა, რომ ის იცოდა, რომ ეს ნივთიერებები გამოიყენებოდა ქალების წინააღმდეგ, მაგრამ მას არ შეეძლო არაფრის გაკეთება. ის ყვებოდა, რომ ის ცდილობდა არ ფიქრობდა იმაზე, რისთვის გამოიყენებოდა მისი სამუშაო, მაგრამ ის იცოდა. ის ყვებოდა, რომ ის ცხოვრობდა ამ ცოდნით წლების განმავლობაში და ეს მას ანადგურებდა შიგნიდან. ამ ჩვენებებმა აჩვენა, რომ ბერიას ოპერაციები იყო არა მხოლოდ ინდივიდუალური დანაშაულები, არამედ ორგანიზებული სისტემა, რომელშიც ჩართული იყო მთელი ჯგუფი ადამიანებისა. ყველა ეს ადამიანი იყო თანამზრახველი, ზოგი უფრო აქტიურად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ყველა იყო ნაწილი მანქანისა, რომელიც მუშაობდა იმისთვის, რომ ბერიას შესაძლებლობა ჰქონოდა განეხორციელებინა თავისი ბნელი სურვილები. და ყველა ეს ადამიანი იყო დუმილში, რადგან ეშინოდათ იმისა, რაც მოხდებოდა, თუ ისინი ლაპარაკობდნენ. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბერიას სახლში იყო სპეციალური სისტემა იმისთვის, რომ დაეცვა თავისი საიდუმლოებები. გარდა ფარული კამერებისა, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველა ოთახს, იყო ასევე სპეციალური სიგნალიზაცია, რომელიც აფრთხილებდა ბერიას, თუ ვინმე ცდილობდა შესვლას სახლში მისი ნებართვის გარეშე. იყო ასევე სპეციალური პროცედურები იმისთვის, რომ განადგურებულიყო მტკიცებულებები, თუ რაიმე საშიშროება წარმოიშობოდა. ბერია იყო ძალიან ფრთხილი, ძალიან პარანოიდული და ის იყენებდა ყველა შესაძლო საშუალებას, რომ დაეცვა თავისი საიდუმლოებები. ერთ-ერთ დოკუმენტში იყო აღწერილი სპეციალური გეგმა, რომელიც ბერიას ჰქონდა იმ შემთხვევისთვის, თუ მისი დაპატიმრება მოხდებოდა. ამ გეგმის მიხედვით მისი თანაშემწეები უნდა დაუყოვნებლივ განადგურებდნენ ყველაზე კომპრომეტირებულ მასალებს, კონკრეტულ ფილმებს, კონკრეტულ დოკუმენტებს, კონკრეტულ ნივთებს. დოკუმენტში იყო სია იმისა, რაც უნდა განადგურებულიყო პირველ რიგში და ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს. მაგრამ როდესაც ბერიას დაპატიმრება მოხდა, ეს გეგმა ვერ განხორციელდა, რადგან ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად და მისი თანაშემწეები ვერ მოასწრეს რეაგირება. მაგრამ ზოგიერთი მასალა მაინც განადგურდა. გამომძიებლებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომ პირველ საათებში დაპატიმრების შემდეგ ზოგიერთი ბერიას თანაშემწეს სცადა სახლში შესვლა და ზოგიერთი დოკუმენტის ამოღება. ისინი დააკავეს, მაგრამ არ არის ცნობილი, რამდენი მასალა მოახერხეს განადგურება სანამ დააკავეს. ზოგიერთი გამომძიებელი თვლიდა, რომ ის, რაც იპოვეს, იყო მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც რეალურად არსებობდა. ისინი თვლიდნენ, რომ ბევრი მასალა განადგურდა წლების განმავლობაში და რომ ის, რაც დარჩა, იყო მხოლოდ მცირე ნაწილი სრული სურათისა. როდესაც გამომძიებლებმა დაასრულეს სახლის ჩხრეკა და დაიწყეს მასალების ანალიზი, ისინი მიხვდნენ, რომ წინ ჰქონდათ უზარმაზარი პრობლემა. როგორ უნდა გამოეყენებინათ ეს მასალები? როგორ უნდა წარედგინათ ისინი სასამართლოში? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რამდენი ამ ინფორმაციისგან უნდა გახდომოდა საჯარო? ხრუშჩოვი და მალენკოვი, რომლებიც აკონტროლებდნენ პროცესს, გადაწყვიტეს, რომ დიდი ნაწილი ამ მასალებისა უნდა დარჩენილიყო დახურული. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო საჭირო სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, რომ ეს ინფორმაცია იყო ძალიან საშიში, ძალიან კომპრომეტირებული. მაგრამ რეალური მიზეზი იყო სხვა. ისინი ეშინოდათ, რომ თუ ყველა ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო, ეს დააზიანებდა არა მხოლოდ ბერიას რეპუტაციას, არამედ მთელი საბჭოთა სისტემის. ეს გამოიწვევდა კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო ასეთი რამ მომხდარიყო, ვინ იცოდა ამის შესახებ. რატომ არავინ არაფერი გააკეთა? ეს გამოიწვევდა კრიზისს ხელმძღვანელობაში, რომელიც შეეძლო ყოფილიყო საშიში მთელი ქვეყნისთვის. ამიტომ გადაწყდა, რომ ოფიციალურ ბრალდებაში მხოლოდ მოკლედ იქნებოდა მითითებული მორალური დანაშაულების შესახებ, მაგრამ დეტალები დარჩებოდა დახურული. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ბევრი ქალი, რომელიც იყო ბერიას მსხვერპლი, არასოდეს მიიღებდა სამართლიანობას. მათი ისტორიები დარჩებოდა უცნობი, მათი ტანჯვა აღიარებული მხოლოდ დახურულ დოკუმენტებში. ეს ნიშნავდა, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც იყო თანამზრახველი ბერიას დანაშაულებში, არასოდეს დაისჯებოდა. ისინი გააგრძელებდნენ ცხოვრებას, მუშაობას, ზოგიერთი მათგანი თუნდაც მაღალ პოზიციებზე.
ეს ნიშნავდა, რომ სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე, დარჩებოდა საიდუმლოდ 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ ზოგიერთი ინფორმაცია მაინც გავრცელდა. გამომძიებლები, რომლებიც მუშაობდნენ საქმეზე, იწყებდნენ საუბარს. მათი ოჯახები, მეგობრები, კოლეგები იწყებდნენ ჩურჩულს. და ნელ-ნელა ისტორია ბერიას სახლის შესახებ დაიწყო გავრცელება მოსკოვში, შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირში. ადამიანები ყვებოდნენ საშინელ დეტალებს, რომლებიც ისმოდა იქიდან. ზოგიერთი ამ ისტორიებიდან იყო სიმართლე, ზოგი გაზვიადებული, ზოგი სრულიად გამოგონილი. მაგრამ ყველა ისინი ქმნიდნენ სურათს ბერიასა, რომელიც იყო არა მხოლოდ პოლიტიკური დამნაშავე, არამედ მორალური მონსტრი. დღეს, 10 წლეულების შემდეგ, ბევრი ამ მასალებიდან ჯერ კიდევ ინახება დახურულ არქივებში. ზოგიერთი დოკუმენტი გახდა საჯარო 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და არქივები დაიწყო გახსნა. მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ დახურულია, ზოგი იმიტომ, რომ შეიცავს ინფორმაციას ადამიანების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალი არიან ან მათი ოჯახები ჯერ კიდევ არსებობენ, ზოგი იმიტომ, რომ ითვლება ძალიან საშიშად სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის. მაგრამ რას ფიქრობთ თქვენ? უნდა გახდეს ყველა ეს ინფორმაცია საჯარო? უნდა იცოდეს ადამიანებმა სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე? თუ ზოგიერთი საიდუმლოება უკეთესია დარჩეს დახურული, რომ დაიცვას ადამიანები, რომლებიც უკვე ბევრი გაიტანეს. 1953 წლის დეკემბერში, როდესაც ბერიას საქმე უკვე დასრულებული იყო და ის თავად აღარ იყო ცოცხალი, მოსკოვის პროკურატურამ მიიღო უცნაური ბრძანება. ყველა მასალა, რომელიც დაკავშირებული იყო მცირე ნიკიტსკაიას სახლთან, უნდა გადაეტანა სპეციალურ საცავში და დაეხურა 50 წლით. ეს ბრძანება მოვიდა პირდაპირ პოლიტბიუროდან და არავინ გაბედავდა კითხვების დასმას. მაგრამ ზოგიერთი გამომძიებელი, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე, იწყებდა ეჭვს, რატომ იყო ეს ინფორმაცია ისეთი საშიში, რომ უნდა დაფარულიყო ასე დიდი ხნით? რა იყო ის, რაც ისინი ვერ უნდა ენახათ? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინ სხვა იყო ჩართული ამ ისტორიაში, ვისი დაცვა სურდათ ხელმძღვანელობას? პასუხი ამ კითხვებზე დაიწყო გამოჩენა მხოლოდ 10 წლეულების შემდეგ, როდესაც ზოგიერთი დოკუმენტი გახდა ხელმისაწვდომი. აღმოჩნდა, რომ ბერიას კავშირები ვრცელდებოდა გაცილებით უფრო ფართოდ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. მის ქსელში იყვნენ არა მხოლოდ უშიშროების ორგანოების თანამშრომლები, არამედ ასევე პარტიული ფუნქციონერები, სამხედრო ხელმძღვანელები, კულტურის მოღვაწეები. ზოგიერთი მათგანი იყო აქტიური მონაწილე, ზოგი უბრალოდ იცოდა და ჩუმობდა, ზოგი იყო შანტაჟის მსხვერპლი. მაგრამ ყველა მათგანი იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც საშუალებას აძლევდა ბერიას აკეთებდა ის, რასაც აკეთებდა. ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩენა იყო ის, რომ ბერიას ჰქონდა კავშირები სხვა ქვეყნების დიპლომატებთან, რომლებიც ასევე იყვნენ ჩართულები მსგავს აქტივობებში. დოკუმენტებში იყო ჩანაწერები შეხვედრებზე, სადაც მონაწილეობდნენ უცხოელი დიპლომატები და სადაც ხდებოდა ის, რაც ხდებოდა ბერიას სახლში. ეს იყო საერთაშორისო ქსელი, რომელიც აკავშირებდა ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც ჰქონდათ მსგავსი ინტერესები. ბერია იყენებდა ამ კავშირებს არა მხოლოდ პირადი სიამოვნებისთვის, არამედ ასევე პოლიტიკური ინფორმაციის მისაღებად. ერთ დოკუმენტში იყო აღწერილი შეხვედრა, რომელიც მოხდა 1951 წელს, სადაც მონაწილეობდნენ ბერია, რამდენიმე საბჭოთა ფუნქციონერი და 3 უცხოელი დიპლომატი. შეხვედრა მოხდა ბერიას სახლში და იქ იყვნენ ასევე რამდენიმე ახალგაზრდა ქალი. დოკუმენტში იყო აღწერილი, რომ ამ შეხვედრაზე განიხილებოდა არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხები, არამედ ასევე ხდებოდა ის, რისთვისაც ცნობილი იყო ბერიას სახლი. დოკუმენტში იყო ასევე მითითებული, რომ ამ შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ურთიერთობებს. სხვა დოკუმენტში იყო აღწერილი, თუ როგორ იყენებდა ბერია ამ საერთაშორისო კავშირებს იმისთვის, რომ მიეღო ინფორმაცია სხვა ქვეყნების შესახებ. უცხოელი დიპლომატები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შეხვედრებში, ზოგჯერ იძულებული იყვნენ გაეზიარებინათ კონფიდენციალური ინფორმაცია, რადგან ბერიას ჰქონდა მათზე კომპრომეტირებული მასალები. ეს იყო მთელი სისტემა საერთაშორისო შპიონაჟისა, რომელიც ეფუძნებოდა შანტაჟს და ძალადობას. გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბერიას სახლში ხშირად ტარდებოდა სპეციალური წვეულებები, სადაც მონაწილეობდნენ მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები. ეს წვეულებები იყო ოფიციალურად გამოცხადებული როგორც კულტურული ღონისძიებები, მაგრამ რეალურად ისინი იყო ადგილები, სადაც ხდებოდა ის, რისთვისაც ცნობილი იყო ბერიას სახლი. ამ წვეულებებზე ბერია აგროვებდა ინფორმაციას მონაწილეების შესახებ, იღებდა ფოტოებს და ფილმებს, რომლებსაც შემდეგ იყენებდა შანტაჟისთვის.
ერთ-ერთი ასეთი ჩვეულება, რომელიც მოხდა 1942 წელს. განსაკუთრებით საინტერესო იყო. ამ ჩვეულებაზე მონაწილეობდნენ რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ხელმძღვანელი, მათი ცოლები და ქალიშვილები. დოკუმენტებში იყო აღწერილი, რომ ამ ჩვეულებაზე ბერიამ გამოიყენა სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც დაემატა სასმელებში და რომლებმაც გამოიწვია ისეთი ქცევა მონაწილეებში, რომელიც ნორმალურ პირობებში არასოდეს მოხდებოდა. ყველაფერი ეს იყო ჩაწერილი ფარული კამერებით და შემდეგ გამოყენებული შანტაჟისთვის. ამ ჩვეულების შედეგად ბერიამ მოიპოვა კონტროლი რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო ხელმძღვანელზე, რომლებიც შემდეგ გახდნენ მისი ინსტრუმენტები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. ერთ-ერთი ამ ხელმძღვანელიდან შემდეგ მხარი დაუჭირა ბერიას მნიშვნელოვან სამხედრო რეფორმებში, სხვამ დაეხმარა მას კონკრეტული ადამიანების რეპრესიებში. ყველა ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ეს ადამიანები ეშინოდათ, რომ ბერია გამოაქვეყნებდა მასალებს, რომლებიც მათ შესახებ ჰქონდა. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ზოგიერთი ამ ადამიანიდან არა მხოლოდ იყო შანტაჟის მსხვერპლი, არამედ ასევე აქტიურად მონაწილეობდა ბერიას აქტივობებში. ისინი მოჰყავდათ თავიანთი ნაცნობები, თავიანთი კოლეგების ცოლები და ქალიშვილები, თავიანთი მეგობრების ოჯახის წევრები. ისინი ხდებოდნენ ნაწილი სისტემისა, რომელიც მუშაობდა იმისთვის, რომ ბერიას ყოველთვის ჰქონოდა ახალი მსხვერპლები. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონერი, რომელიც მუშაობდა კულტურის სფეროში. ეს კაცი, რომელიც თავად იყო ოჯახიანი და ჰყავდა 2 ქალიშვილი, რეგულარულად მოჰყავდა ბერიას სახლში ახალგაზრდა მსახიობებს, მუსიკოსებს, მოცეკვავეებს. ის ეუბნებოდა მათ, რომ ეს იყო კარგი შესაძლებლობა კარიერისთვის, რომ ბერია იყო ძალიან გავლენიანი კაცი, რომელსაც შეეძლო დაეხმარა მათ. ბევრი ამ ქალებიდან ენდობოდა მას, რადგან ის იყო ოფიციალური პირი, რომელსაც ჰქონდა კარგი რეპუტაცია. მაგრამ როდესაც ისინი მიდიოდნენ ბერიას სახლში, ისინი აღმოაჩენდნენ, რომ რეალობა იყო სრულიად განსხვავებული. სხვა ასეთი ადამიანი იყო სამხედრო ხელმძღვანელი, რომელიც იყენებდა თავის პოზიციას იმისთვის, რომ მოეზიდა ქალები სამხედრო ოჯახებიდან. ის ეუბნებოდა მათ, რომ მათი ქმრები ან მამები შეიძლება მიეღოთ წინსვლა, თუ ისინი დაესწრებოდნენ სპეციალურ შეხვედრებს. ბევრი ქალი თანახმა გახდებოდა, რადგან სურდა დაეხმარა თავისი ოჯახისთვის. მაგრამ როდესაც ისინი მიდიოდნენ ამ შეხვედრებზე, ისინი აღმოაჩენდნენ, რომ ეს არ იყო ის, რასაც ელოდნენ. ამ ადამიანების ჩვენებები, რომლებიც მიღებული იქნა წლების შემდეგ, აჩვენებდა, რომ ბერიას სისტემა იყო გაცილებით უფრო ფართო და რთული, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ. ეს არ იყო მხოლოდ ერთი კაცის დანაშაული, ეს იყო მთელი ქსელი, რომელიც მუშაობდა წლების განმავლობაში. ამ ქსელში იყვნენ ადამიანები ყველა დონიდან, უშიშროების ორგანოებიდან, პარტიული აპარატიდან, სამხედრო ხელმძღვანელობიდან, კულტურული ელიტიდან. ყველა მათგანი იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც აძლევდა ბერიას შესაძლებლობას აკეთებდა ის, რასაც აკეთებდა. მაგრამ რატომ არავინ არ ცდილობდა ამ სისტემის შეჩერებას? რატომ არავინ არ აპროტესტებდა? პასუხი იყო რთული. ნაწილობრივ ეს იყო იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი უბრალოდ არ იცოდა, რაც ხდებოდა. ბერია იყო ძალიან ფრთხილი, ძალიან სეკრეტული. ის იყენებდა მხოლოდ ერთგულ ადამიანებს, რომლებსაც ენდობოდა. ის აკონტროლებდა ინფორმაციას, აკონტროლებდა იმას, ვინ რას იცოდა. ბევრი ადამიანი, რომელიც მუშაობდა მასთან, იცოდა მხოლოდ პატარა ნაწილი მთელი სურათისა. მაგრამ ნაწილობრივ ეს იყო იმიტომაც, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც იცოდა რაღაც, ეშინოდა საუბრისა. ისინი იცოდნენ, რომ ბერია იყო ძალიან საშიში კაცი, რომელსაც შეეძლო ნებისმიერის განადგურება. ისინი იცოდნენ, რომ თუ ისინი ცდიდნენ მის წინააღმდეგ წასვლას, ისინი და მათი ოჯახები აღმოჩნდებოდნენ საფრთხეში. ამიტომ ისინი ირჩევდნენ დუმილს, ირჩევდნენ იმას, რომ არ ენახათ, არ ესმოდათ, არ იცოდნენ. და ნაწილობრივ ეს იყო იმიტომაც, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც იცოდა, რაც ხდებოდა, თავად იყო ჩართული ამ სისტემაში. ისინი იყვნენ თანამზრახველები, ისინი იღებდნენ სარგებელს ამ სისტემიდან. ისინი იცოდნენ, რომ თუ ეს სისტემა ჩამოიშლებოდა, ისინი თავად აღმოჩნდებოდნენ საფრთხეში. ამიტომ ისინი არა მხოლოდ ჩუმობდნენ, არამედ აქტიურად იცავდნენ ამ სისტემას. როდესაც ბერია დააპატიმრეს და მისი სახლი ჩაიხედა, ბევრი ამ ადამიანიდან შეშინდა, რომ მათი როლი გამოვლინდებოდა. ისინი ცდილობდნენ მტკიცებულებების განადგურებას, ცდილობდნენ მოწმეების დაჩუმებას, ცდილობდნენ იმას, რომ მათი სახელები არ გამოჩენილიყო გამოძიებაში. ზოგიერთი მათგანი წარმატებული იყო ამაში, ზოგი არა. მაგრამ ყველა მათგანი იცოდა, რომ მათი მომავალი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენი ინფორმაცია გახდებოდა საჯარო.
ხრუშჩოვმა და მალენკოვმა, რომლებიც აკონტროლებდნენ გამოძიების პროცესს, მალევე მიხვდნენ, რომ ეს საქმე იყო გაცილებით უფრო რთული, ვიდრე ისინი წარმოიდგენდნენ. ისინი მიხვდნენ, რომ თუ ყველა ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო, ეს შეეძლო დაერღვია არა მხოლოდ ბერიას რეპუტაცია, არამედ ბევრი სხვა ადამიანისაც, რომლებიც იყვნენ მნიშვნელოვანი საბჭოთა სისტემისთვის. ეს შეეძლო გამოეწვია კრიზისი ხელმძღვანელობაში, რომელიც შეეძლო ყოფილიყო საშიში მთელი ქვეყნისთვის. ამიტომ გადაწყდა, რომ დიდი ნაწილი ამ მასალებისა დარჩებოდა დახურული. ოფიციალურ ბრალდებაში მხოლოდ მოკლედ იქნებოდა მითითებული მორალური დანაშაულების შესახებ, მაგრამ დეტალები, სახელები, კონკრეტული ფაქტები დარჩებოდა საიდუმლოდ. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ისტორიაში, არასოდეს დაისჯებოდა. ისინი გააგრძელებდნენ ცხოვრებას, მუშაობას, ზოგიერთი მათგანი თუნდაც მაღალ პოზიციებზე. მაგრამ ეს გადაწყვეტილება ასევე ნიშნავდა, რომ ბევრი ქალი, რომელიც იყო ბერიას მსხვერპლი, არასოდეს მიიღებდა სამართლიანობას. მათი ისტორიები დარჩებოდა უცნობი. მათი ტანჯვა აღიარებული მხოლოდ დახურულ დოკუმენტებში. ეს ნიშნავდა, რომ სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე, დარჩებოდა საიდუმლოდ 10 წლეულების განმავლობაში. დღეს, 10 წლეულების შემდეგ, ჩვენ ვიცით მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც მოხდა ბერიას სახლში. ზოგიერთი დოკუმენტი გახდა საჯარო, ზოგიერთი მოწმე ისაუბრა, ზოგიერთი ფაქტი გამოვლინდა. მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ უცნობია. ბევრი დოკუმენტი ჯერ კიდევ დახურულია, ბევრი მოწმე ჯერ კიდევ ჩუმობს, ბევრი ფაქტი ჯერ კიდევ დამალულია. რას ფიქრობთ თქვენ? უნდა გავიგოთ სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე. უნდა გაიხსნას ყველა არქივი, უნდა გამოვლინდეს ყველა ფაქტი, უნდა დაისახელდეს ყველა ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ისტორიაში. თუ ზოგიერთი საიდუმლოება უკეთესია დარჩეს დახურული, რომ დაიცვას ადამიანები, რომლებმაც უკვე ბევრი გაიტანეს. 1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი იწყებდა დაშლას და ბევრი საიდუმლო არქივი ხდებოდა ხელმისაწვდომი, ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა, რომელიც მუშაობდა ბერიას საქმეზე, გადაწყვიტა ესაუბრა იმის შესახებ, რასაც ნახა მცირე ნიკიტსკაიაზე. ეს კაცი, რომელიც იმ დროისთვის უკვე 80 წლისა იყო, ყვებოდა, რომ ის 90 წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამ საიდუმლოებებით და რომ ის ვეღარ შეეძლო მათი შენახვა. ის ყვებოდა, რომ ის, რაც ნახა ბერიას სახლში, იყო ისეთი, რაც შეცვლიდა ნებისმიერ ადამიანს. ის ყვებოდა, რომ ის ხშირად ფიქრობდა იმ ქალებზე, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლები და რომ მას წმინდა, რომ ისინი არასოდეს მიიღეს სამართლიანობა. ამ კაცის ჩვენებებმა გამოიწვია ახალი ინტერესი ბერიას საქმისადმი. ჟურნალისტები, ისტორიკოსები, მკვლევარები დაიწყეს ახალი დოკუმენტების ძიება, ახალი მოწმეების მოძიება, ახალი ფაქტების გამოვლენა. ნელ-ნელა დაიწყო გამოჩენა სურათი იმისა, რაც რეალურად მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე. ეს სურათი იყო კიდევ უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. აღმოჩნდა, რომ ბერიას სისტემა იყო არა მხოლოდ ადგილობრივი ფენომენი, არამედ ნაწილი უფრო ფართო ქსელისა, რომელიც ვრცელდებოდა მთელ საბჭოთა კავშირში. სხვა ქალაქებში, სხვა რეგიონებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მსგავსი მეთოდებით. ისინი იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს, თავიანთ ძალაუფლებას იმისთვის, რომ აკეთებდნენ იმას, რასაც აკეთებდა ბერია. და ყველა ისინი იყვნენ დაკავშირებულები ერთმანეთთან, ზიარებდნენ ინფორმაციას, ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ლენინგრადში, სხვა კიევში, მესამე მინსკში. ყველა მათგანი იყენებდა მსგავს მეთოდებს, მსგავს ტაქტიკას, მსგავს სისტემას. ისინი აგროვებდნენ ინფორმაციას, იღებდნენ ფოტოებს და ფილმებს, იყენებდნენ მათ შანტაჟისთვის. ისინი ქმნიდნენ ქსელს კონტროლისა, რომელიც ვრცელდებოდა მთელ ქვეყანაზე. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ეს სისტემა არ დასრულდა ბერიას სიკვდილით. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც იყო ნაწილი ამ ქსელისა, გააგრძელა მუშაობა წლების განმავლობაში. ისინი იყენებდნენ იმ მეთოდებს, რომლებიც ისწავლეს ბერიასგან, იყენებდნენ იმ კავშირებს, რომლებიც შექმნეს მასთან ერთად. ისინი ქმნიდნენ ახალ ქსელებს, ახალ სისტემებს, ახალ გზებს კონტროლისა. 1990-იან წლებში ერთ-ერთმა ყოფილმა უშიშროების ორგანოების თანამშრომელმა, რომელიც მუშაობდა ბერიასთან, გამოაქვეყნა წიგნი, სადაც ის აღწერდა იმას, რაც ნახა და იცოდა. ეს წიგნი იყო სენსაცია, რადგან ის პირველად აჩვენებდა სრულ სურათს იმისა, რაც მოხდა. მაგრამ ეს წიგნი ასევე იყო საშიში, რადგან ის ასახელებდა კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ფაქტებს, კონკრეტულ ადგილებს. წიგნის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო რეაქციები. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც დასახელდა წიგნში, ცდილობდა მისი უარყოფას, ცდილობდა ავტორის დისკრედიტაციას, ცდილობდა წიგნის აკრძალვას.
მაგრამ სხვები იწყებდნენ საუბარს. იწყებდნენ თავიანთი ისტორიების მოყოლას, იწყებდნენ იმის დადასტურებას, რაც წერია წიგნში. ნელ-ნელა დაიწყო გამოჩენა სრული სურათი იმისა, რაც მოხდა მცირე ნიკიტსკაიაზე და სხვა ადგილებში. ეს სურათი იყო შემაშფოთებელი, მტკივნეული, რთული მოსასმენი. მაგრამ ეს იყო სიმართლე, რომელიც უნდა ყოფილიყო ცნობილი. დღეს, 10 წლეულების შემდეგ, ჩვენ ვიცით ბევრი იმის შესახებ, რაც მოხდა ბერიას სახლში. ჩვენ ვიცით მისი მსხვერპლების სახელები, ვიცით მისი თანამზრახველების ვინაობა, ვიცით მისი მეთოდები და ტაქტიკა. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი. ჯერ კიდევ ბევრი დოკუმენტი არის დახურული, ჯერ კიდევ ბევრი მოწმე ჩუმობს, ჯერ კიდევ ბევრი ფაქტი არის დამალული. მაგრამ ის, რაც ვიცით, საკმარისია იმისთვის, რომ გავიგოთ, რომ ბერიას სახლი მცირე ნიკიტსკაიაზე იყო არა მხოლოდ ადგილი პირადი დანაშაულისა, არამედ სიმბოლო იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანს აქვს აბსოლუტური ძალაუფლება და არავინ აკონტროლებს მას. ეს იყო ადგილი, სადაც ძალაუფლება გამოიყენებოდა არა ხალხის სამსახურისთვის, არამედ პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს იყო ადგილი, სადაც შიში, შანტაჟი, ძალადობა იყო ინსტრუმენტები კონტროლისა. ბერიას ისტორია არის გაფრთხილება ჩვენთვის ყველასთვის. ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ძალაუფლება უნდა იყოს კონტროლირებული, რომ არავინ არ უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება, რომ ყოველთვის უნდა იყოს ადამიანები, რომლებიც შეძლებენ არას თქმას ძალაუფლების მქონე ადამიანისთვის. ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დუმილი შეიძლება იყოს თანამზრახველობა, რომ ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ვიცავდეთ ერთმანეთს, რომ ვიცავდეთ უსაფრთხოებას, რომ ვიცავდეთ სამართლიანობას. მცირე ნიკიტსკაიაზე მდებარე სახლი დღეს აღარ არსებობს. ის დანგრეული იქნა 1950-იან წლებში და მის ადგილას აშენდა ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა. მაგრამ ის, რაც მოხდა იქ, არ უნდა დაივიწყოს. ეს უნდა იყოს ნაწილი ჩვენი ისტორიისა. ნაწილი ჩვენი მეხსიერებისა, ნაწილი ჩვენი გაკვეთილებისა. ქალები, რომლებიც იყვნენ ბერიას მსხვერპლები, იმსახურებენ იმას, რომ მათი ისტორიები იყოს ცნობილი, მათი ტანჯვა, აღიარებული, მათი მეხსიერება, პატივცემული. ისინი იყვნენ არა მხოლოდ სტატისტიკა, არამედ ცოცხალი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სახელები, ოჯახები, ოცნებები, მომავალი. ბერიამ წაართვა მათ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ მათ ღირსება, მათი ისტორიის მოყოლით. ადამიანები, რომლებიც იყვნენ თანამზრახველები ბერიას დანაშაულებში, ასევე უნდა იყვნენ ნაწილი ამ ისტორიისა. არა იმისთვის, რომ მათ დავსჯათ, რადგან ბევრი მათგანი უკვე აღარ არის ცოცხალი, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანები გახდნენ ნაწილი ასეთი სისტემისა. როგორ შეიძლება შიშმა, ამბიციებმა, სისუსტემ გადააქციოს ადამიანები თანამზრახველებად. ბერიას ისტორია არის ასევე ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სისტემამ შექმნას მონსტრები. ბერია არ დაიბადა მონსტრად. ის გახდა მონსტრი იმ სისტემის შედეგად, რომელშიც ცხოვრობდა, იმ ძალაუფლების შედეგად, რომელიც ჰქონდა, იმ უსაფრთხოების შედეგად, რომელიც გრძნობდა. ეს არის გაფრთხილება ჩვენთვის იმის შესახებ, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია გავხდეთ მონსტრები, თუ ვიქნებით არასწორ სისტემაში, არასწორ გარემოში, არასწორ პირობებში. მაგრამ ეს ასევე არის ისტორია იმის შესახებ, რომ სიმართლე ყოველთვის გამოდის ზედაპირზე. შეიძლება დასჭირდეს წლები, 10 წლეულები, მაგრამ სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას. ბერიას საიდუმლოებები, რომლებიც ფიქრობდა, რომ სამუდამოდ დარჩებოდა დამალული, საბოლოოდ გახდა ცნობილი. მისი მსხვერპლების ხმები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში იყო დაჩუმებული, საბოლოოდ გაისმა. დღეს, როდესაც ჩვენ ვიცით ეს ისტორია, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმისა, რომ არ დავივიწყოთ ეს ისტორია. პასუხისმგებლობა იმისა, რომ ვისწავლოთ ამ ისტორიიდან. პასუხისმგებლობა იმისა, რომ ვუზრუნველყოთ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდეს. ბერიას სახლი მცირე ნიკიტსკაიაზე იყო ადგილი, სადაც ძალაუფლება გამოიყენებოდა ყველაზე საშინელი მიზნებისთვის. მაგრამ ეს ასევე იყო ადგილი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს აჩვენა, რომ არანაირი ძალაუფლება არ არის აბსოლუტური, არანაირი საიდუმლოება არ არის სამუდამო, არანაირი დანაშაული არ რჩება დაურსჯელი. რას ფიქრობთ თქვენ? რა გაკვეთილები უნდა ავიღოთ ამ ისტორიიდან? როგორ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდეს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა ვიცავდეთ ერთმანეთს, როგორ უნდა ვიყოთ ფხიზელი, როგორ უნდა ვთქვათ არა, როდესაც ვხედავთ, რომ ძალაუფლება გამოიყენება არასწორად. ეს არის კითხვები, რომლებზეც ჩვენ ყველას უნდა ვფიქრობდეთ. რადგან ისტორია ყოველთვის მეორდება, თუ ჩვენ არ ვისწავლით მისგან. და ბერიას ისტორია არის ისტორია, რომლისგანაც ჩვენ ყველას უნდა ვისწავლოთ.